თითოეულ ჟურნალისტს გილოცავთ დღევანდელ დღეს, მინდა გისურვოთ წარმატებები, ბევრი მართალი და ჯანმრთელი აზრის გაჟღერება და გახმოვანება. ჩვენ ვეტერანი ჟურნალისტები, ჩვენი თანამებრძოლები მოვიწვიეთ დღევანდელ დღეს, რომ მათთან ერთად აღვნიშნოთ ეს ღონისძიება, დღევანდელი დღე და პლუს ამას ჩვენ მოვიწვიეთ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მოსწავლე ჩვენი ვეტერანების სტუდენტის შვილები. და ჩვენ გვინდა ამ თაობათა ერთობლიობით კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ის, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და უდავოდ ჩვენ ვიქნებით ძლიერნი, თავისუფალნი. ულოცავ საქართველოს ჟურნალისტებს და ქართული ჟურნალისტიკის პატივისმცემელ ადამიანებს იმ დღეს, რომელსაც პროფესიული დღესასწაული, პროფესიული ზეიმი და პროფესიული განცდა ქვია იმისა, რასაც ქართული ჟურნალისტიკა ემსახურება და რასაც ქართული ჟურნალისტიკა წარმოადგენს. შეხვედრა ჰქონდა სამხედრო ხელმძღვანელებთან, ბატონ გენერლებთან, ძალიან საინტერესო პიროვნებებთან, ჩემს კოლეგებთან, რომლებმაც ეს ომი გამოიარეს და რომლებსაც გამოცდილება აქვთ აი ამ საომარი სიტუაციისა და კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა ითქვას. ომი არის ყველაზე უფრო დიდი უბედურება, რომელიც ადამიანს მოუგონია და მოუფიქრებია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, ავირიდოთ ომი, გადავრჩეთ ომისგან. და მადლობა გადაგიხადოთ, რომ მოგვიწვიეთ ამ დღეს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს. ასევე მინდა მიგულოცავ ყველა ჟურნალისტი დღევანდელი დღე, ჟურნალისტიკის დღე. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის აღიარება და ამ ყველაფრის დაფასება რა. იმიტომ რომ ეს ადამიანები, ეს გმირები, ჩვენი გმირები და ჩვენი ვეტერანები ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილები არიან და ჩვენი აი ჩემი თაობის და ჩემის მომავალ თაობისთვის მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის ცოდნა.